გამარჯობა ჩემო სამართლიანო ხალხო. ეხლა გინების შესახებ მინდა კურსი ჩავატარო რა და ბავშვები და ქალები გაიყვანოთ. როგორ უნდა შეიგინოს სწორად? ამისი ახსნა მინდა ჩემი მხრიდან. ეხლა მაგალითად მე ზოგჯერ ვიგინები ხოლმე, ხო ეხლა და მე ესე მგონია რომ სწორად ვიგინები რა, ანუ ვისაც ეკუთვნის იმას ვაგინებ რა. თქვათ ეს იქნება საჯი თუ ვიღაც ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსი. ნუ პოლიტიკას რაც შეეხება ზოგადად როგორც ასეთი ყველა პარტიის დედაც ხო რა თქმა უნდა. პარტიის როგორც ასეთის ცნების. ხო და ყველა ამ პარტიაში არიან როგორც ნორმალური, ასევე უარგისი ხალხი. როცა იმეს აგინებ, უნდა დააკონკრეტო რა. თუ არ გინდა რომ ლამაზად მოგთხოვონ რა. აი მაგალითად ვიღაცები რომ იძახიან ხოცების დედაც მოვტყანო და დედის ტყნა და ბოდიში რა ეგეთი რა მსგავსებაზე. ღერიან კიდევაც ამას, კაი, ეხლა ნახეთ რაშია საქმე. ზოგიერთი ხოცებისთვის მე რომ მიგინებია ვერ დაითვლი, მაგრამ ეხლა ნახეთ. აი მაგ ზოგიერთებისთვის რა. აი ვინც წაიმღერა და ესტრადის და ხელოვნების წარმომადგენელი რო არის, ხო? აი მაგათთვის ხოცები აბსოლუტურად ყველანი არიან, არა მარტო ხოცების ამორჩევლები. ყველანი არიან თავისნაირების გარდა, აი წარე მოწამლული ნაცები რო არიან, ტვინაღრძობები, აი ამათ გარდა ყველა დანარჩენი ხოცი არის, გაიგე მაგათთვის. და აქედან გამომდინარე, რომ დედას აგინებს, ხო? ესე იგი აბსოლუტურად ყველას დედას მოიხსენიებს, აი ამდენი რაღაც გარკვეული მცირე ნაწილის გარდა. ტვინაღრძობი ნაცების გარდა ყველას დედა მოიხსენია. ერთ-ერთმა ჭაბუკმა, რომელსაც ხათაშორის ვიცნობ. გადავკვეთილოთ რა. ხო და აი ეს არის. სწორად უნდა შეიგინო, ბიძიკო, სწორად. აღარ მოგხვდება რა, აღარც მოგხვდება ფიზიკურად, აღარც მოგთხოვენ, რა ვიცი, აბა რა გითხეთ. ეგ არის რა, მოცემულ ეტაპზე ამის თქმა მინდოდა.